მნიშვნელოვანი. ყველაზე მნიშვნელოვანი უნარი არის, რაც შეიძლება გქონდეს, ეგ არის სისწრაფე ნებისმიერ საქმეში რა. იმიტომ რომ თუ არ შეგიძლია რომ რაღაც საქმე გაკეთოს სწრაფადში არ იგულისხმება სიტყვაზე. ხო და სისწრაფეში იგულისხმება არ იგულისხმება რაღაც ისე კეთება, რაც სიტყვაზე აჩქარებულად არის და ცუდად არის რა, მაგრამ იგულისხმება, ანუ დღესვე გაკეთება. ანუ საქმეს არ გადადება რა, უფრო ის იგულისხმება. მეოთხე ეპიზოდი არის თუ მეხუთე ეპიზოდი არის, რაც რა ქვია ამას, არ ვიცი რა ქვია. დამამოწყდა. ეხლა რას ვიზავთ ძირითადი ის რა იქნება ვიდეოში რა. პირველ რიგში როგორც წინაზე რა ფორმატი როგორც იყო ვარჯიში, ამებს გადავიღებ და თან გზაში რაღაცებს რაც მომფიქრდება, ვისაუბრებ რა. დავდებ თორე, ანუ ეს ხელში რომ მიჭრავს მეუჩვეული ვარ, დაბლა ჩამოდის ესე ვიღებ და უცნაური გამოდის რა და ამას დავდებ და ისე ვილაპარაკებ მე. აი ხა წავედი. აი მოკლედ ერთი რაღაცა არის, რასაც მინდოდა რომ ერთი-ორი სტომი თქვა რომ მოკლედ ხო არის განსხვავება მაგალითად ორ ადამიანს შორის, მაგალითად ერთი არის რომელსაც არ აქვს ის რაც უნდა, მაგრამ აი წუწუნებს და ისეთი ნეგატიური აზროვნებით არის განწყობილი რა. მარტივ რაღაცას მომობ, მაგრამ რაღაცა არის რაც შეიძლება იცოდი, მაგრამ ყოველთვის გჭირდება მაგის გახსენება, რომ ანუ ნებისმიერ საქმე რაც საკეთებ, მაგის მიმართ იყო განწყობილი წმენით რა. ანუ ისეთი პოზიტიური აზროვნებით, რომ ეგ ყველაფერი შეუძლებელი იყოს, რომ არ გამოვიდეს. რას გულისხმობ ამაში? რა ხო არის ორ ადამიანს შორის, ამ ორ ადამიანს შორის არის განსხვავება, რომ ერთს აქვს აზროვნება, რომელიც პოზიტიური არის და რომელიც თავიდანვე ისე არის განწყობილი, რომ აუცილებლად გაიმარჯვებს, იმიტომ რომ ადამიანი, რომელიც დილით გება და თავიდანვე მადლიერი არის იმისთვის, რაც აქვს და პოზიტიური ენერგიით მიდის იმ საქმესთან, რაც უნდა გააკეთოს, ეგ ადამიანი შეუძლებელია, რომ რაიმე საქმეში დამარცხდეს, მაგრამ შენ თავიდანვე რომ იმ აზროვნებით ხარ, რომ აი შეიძლება გამოვიდეს, ან შეიძლება არ გამოვიდეს, ან ეჭვებში ხარ, რომ ეს ნეტა გამოვა, ნეტა არ გამოვა, მან უკვე ენერგია გაკლდება, რატო არის რომ ყოველთვის გამარჯვებულ ადამიანებს აქვთ უფრო მეტი ენერგია, ვიდრე მათ, ვინც დამარცხებული არის რა. ვფიქრობთ, რომ რატომ აქვსო უფრო მეტად ენერგია გამარჯვებულ ადამიანს და არა სიტყვაზე დამარცხებულს რა, რატო გამარჯვებულის პოზიციიდან ყოფნა, რატო არის უპირატესობა მაგაზე ვსაუბრობთ. ეხლა გადავიდეთ, რომ გამარჯვებული ეგრევე თავიდანვე არის იმ განწყობით, რომ ის გამარჯვებული არის და იმას აქვს რაღაც დიდი რისკენაც მიდის. ეხლა ნახე, შენ რომ გითხრა რაღაცა ძალიან გინდა რომ მიიღო, და რომ გითხრან რომ ეს აი ამ ადგილას არის, უბრალოდ აი ძალიან ადრე უნდა ადგე, ფეხით წახვიდე და შორი გზა არის და არ ვიცი 3 დღე დაგჭირდება რომ ფეხით იარო. მაგრამ გარანტირებული არის რომ იქ რომ მიხვალ 3 დღეში ფეხით იქ დაგხვდება ის რაც შენ გინდა რა. არ აქვს მნიშვნელობა, ანუ ნებისმიერმა შეიძლება როგორც გინდა ისე მოარგო. ხო გარანტირებული არის რომ აუცილებლად ადგები და წახვალ და რაც არ უნდა მოხდეს, რა რთულიც არ უნდა იყოს, რაც ყველაზე მეტად გინდა მაგისკენ წახვალ რა და ეგ ანუ არ იტყვი რომ აი დავიღალი და ეხა უკან მობრუნდები, მაგრამ წარმოიდგინე ეხა რომ გითხრან რომ რაღაც რაც აი არც ისე გინდა, მაგრამ აი ცოტა არის და აი კონკრეტულ ადგილას დევს 3 დღე უნდა იარო გზაში და რომ მიხვალ ან დაგხვდება ან არა, შეიძლება დაგხვდეს, შეიძლება არა რა. ხო აი არ წახვალ, გარანტირებულად არ წახვალ, იმიტომ რომ იცი რომ შეიძლება არ დაგხვდეს და თან ან წახვალ და შუაგზაში მობრუნდები. და სწორედ ეგ არის რა, რომ განსხვავება, რომ გამარჯვებულს თავიდანვე დილით რო იღუძებს, ეგ აზროვნება აქვს, რომ ეგ დარწმუნებულია, რომ რაც უნდა იმას მიიღებს, თუ აი ამას გააკეთებს. და შენ რო თავიდანვე იღვიძებ იმ განწყობით სიტყვაზე, რომ აი რაღაცას მივიღებ, მაგრამ შეიძლება მივიღო, შეიძლება არ მივიღო, ნეგატიური აზრი გაქვს, რომ აი
ეს გამოვა თუ არა, შეიძლება გამოვიდეს, შეიძლება არ გამოვიდეს. მანდ უკვე ენერგია აღარ გაქვს და ეგ არის მიზეზი, რატომაც მაგ ადამიანს ენერგია აქვს და ეგ ადამიანი გაიმარჯვებს კიდეც, იმიტომ რომ მაგ ადამიანმა იცის, რომ ეგ გარანტირებული არის. მაგიტო არის, რომ განსხვავება არის აზროვნებაში და რწმენაში, რომ შენ რო რწმენა გაქვს, რომ იქ გარანტირებულად არის ის, რაც შენ გინდა, მანდ უკვე ენერგია გაქვს. მაგრამ როცა იცი, რომ ან იქნება, ან არა, მანდ რწმენა ვერ გექნება, ასე რომ მაგიტო არის, რომ დარწმუნებული უნდა იყო იმაში, რასაც აკეთებ რა. მაგ პროცესში მნიშვნელოვანი არის გამძლეობა, მაგრამ აი გამძლეობა და ენერგია თავისით მოდის, როცა არის რწმენა, როცა არის რწმენა ეგ საქმეშიც მოყვება, ასე ვთქვათ. რა თქმა უნდა, საქმის გარშე არ გამოვა, მაგრამ რწმენა თუ არ გექნება, მარტო საქმით, ანუ მალე დანებდები რა, მალე გამოგეცლება ენერგია, მაგრამ რო იცი, რომ იქ რაღაც არის, რაც შენ გინდა, ძალიან გინდა. ანუ ენერგია არ გამოგეცლება და რაც უფრო მიუახლოვდები, მე უფრო მეტი ენერგია მოგეცემა. მაგიტო არის ეგ განსხვავება არის, ანუ ადამიანს, რომელმაც მიაღწია რაღაცასაც უნდა და ადამიანი, რომელიც ვერ მივიდა მანდამდე. და სწორედ მან შემოდის ის, რომ ადამიანი, რომელიც დარწმუნებულია, რომ დღეს თუ არა ხვალ არა, მაგრამ ერთ დღეს მანდამდე მივა, მერე მისთვის, ასე ვთქვათ, ის არ უყურებს შედეგს რა, ის უფრო პროცესით ტკბება, იმიტომ რომ იმისთვის გარანტირებული არის შედეგი და პროცესით რო ტკბება, ეგ პროცესში უფრო ხარისხიანად აკეთებს იმ საქმეს და შესაბამისად უფრო მალე მიდის მაგ დანიშნულების ადგილამდე, რომელიც რეალურად ძალიან დანიშნულების ადგილი ძალიან ისეთ სიტყვა არის, იმიტომ რომ ერთი დანიშნულების ადგილი მიხვალ და ჩდება ახალი დანიშნულების ადგილი, ასე რომ უფრო მუდმივი პროცესი არის, ვიდრე რაიმე დანიშნულების ადგილი. ხვალ იქ სადაც ფიქრობდი, რომ ვაუ, ეხლა აქ რო ვიყო და რაღაცა, მაშინვე ძალიან მალე, მაშინვე არა, მაგრამ ძალიან მალე ეგ ასე ვთქვათ, გაუფასურდება და უკვე დაიწყებ ფიქრს იმაზე, რომ აი ეხლა შემდეგი რა, ეხლა შემდეგი და ანუ მუდმივი პროცესი არის ეგ და არ არსებობს ერთი კონკრეტული დანიშნულების ადგილი რა. კი ფიქრობ ეხლა რომ აქ რო ვიყო ეგ არის სიტყვაზე მიზანი რაღაც ეგეთი, მაგრამ მანდამდე რომ მიხვალ მე ახალი დანიშნულების ადგილი გაჩნდება, ასე რომ ჯობია თავიდანვე შეხედო, როგორც არა რაიმე მიმართულებას დანიშნულების ადგილს, არამედ თვითონ გზას და მიმართულებას რა და ასე უფრო ის გექნება. რა თქმა უნდა არის, ანუ საიდ კვესტები რა, ანუ ის უნდა გქონდეს, რომ ეხა აქამდე რა, სიტყვაზე არსებობს რაღაცა, აი აქამდე მისასვლელი, ეხლა ჯერ აქ ვარ, ხო? ჯერ ეს რა, აი აქამდე და არსებობს მანდაც რაღაცა აღნიშნა, რომ აქამდე მივედი, ეხლა შემდეგი ნაბიჯი ეს არის, შემდეგი ეს, მაგრამ აქ რო ახვალ, მერე ეს გახდება აი ეს და კიდე აქამდე იქნები ასასვლელი რა მოსგულისხმობ. რაღაცეებს გავივარჯიშებ და თან გადავიღებ მაგასაც რა. ეს გავაკეთე ახლა ერთ სერია 10 რა და სავარაუდოდ გავაკეთებ ჯამში 5 სერიას. ამის მერე გადავალ ჯერ არ ვიცი რაზე, მაგრამ მოვიფიქრებ. ვიდეოს ვარჯობია რომ გადასვლები გავაკეთე რა, ანუ ერთ სერიას თვალზე ეს მიზიდვა აჯიმანიები მერე და ერთი სერია და მერე ერთი სერია კიდე სხვა რა. თუ ესე ჯობია პირდაპირ 5 სერია მერე ის რამდენი სერიაც იქნება ის და მერე რა, ეგრე ვარჯობია თუ ეს მგონი რომ ეს ჯობია. რაც ვისაუბრეთ უკვე რა, მანდ
შემოდის ერთი მნიშვნელოვანი რაღაცა რა ხო არის რომ ხშირად არის ადამიანს აქვს შიში და როცა სიტყვაზე რაც წეღამ თქვით მაგ განწყობით ხარ ნებისმიერ რაღაცისადმი რა შიშიც უფრო გადალახვადი არის იმიტომ რომ დამოვწ უფრო გადალახვადი არის იმიტომ რომ როცა მიდიხარ რაღაცა დიდისკენ რაც იცი რომ გარანტირებულად მიხვალ მანდამდე და მაგის წმენა გაქვს ასე ვთქვათ როგორც თქვით ან შიში უფრო მარტივი გადასალახი არ არის ის რომ შიშს არ იგზნობ რაღაც მომენტებში მაგრამ უფრო მარტივად დაძლევ მაგ შიშს ვიდრე იმ შემთხვევაში როცა აი ნაკლებად გჯერა მაგ შემთხვევაში შეიძლება გაჩერდე რა სერიასთან მე გადავდივარ უკვე აჯიმანიებზე, სადაც იქნება არაფერი ისეთი, ორი სერია ალბათ. Cool და ბევრს არაფერს არ ვაკეთებ რა. აზიდო ახლა სერია 1050, აჯიმანიც ალბათ 50-ს გავაკეთებ რა. 50-ს გავაკეთებ ალბათ და ეგ არის რა. რთული არაფერი, მაგრამ ეს მესამე სერია იქნება ეს. 10 იქნება სავარაუდოდ და მოჩი. ორი სერია გადარჩა ის რაც ახლა ვაკეთებ და სავარაუდოდ ბოლოსკენ ერთი ვერსტას დავამატებ და მე მორჩება რა. და ეს ხო მგონი კარგი გამოვიდა რა.
კიდე სირბილი იქნება. ნუ უკვე ვირბინე სანამ ომს დავიწყებდი, მაგრამ იგიც სანამ ნიგავალ ვირბენ რა. სანამ მოსახლეობne ვირბენ რა. მაგას სავარაუდოდ არ გადავიღებ, მაგრამ ეც ზევით რა. სავარაუდოდ არუდება უკვე ბოლოსკენ ახალს ჩამოხდა იქნება რა. ჩასვლა. მოდი ამ ფონზე დავასრულებ ვიდეოს, ეს იყო დღეისთვის. მეგონი კაი ვიდეო გამოვიდა, შემდეგშიც სავარაუდოდ შაბათს ან კვირას დაიდება ხოლმე მსგავსი ეპიზოდები. მეგონი კაი გამოვიდა რა, ეგ არის დასრულდა მეთქი, მაგრამ ესეც იყოს პარა. რაღაცაზეც მინდოდა კიდე ერთი მეთქვა, რომ არის ისე რომ ხან-ხან ხშირად უბრალოდ და უმეტეს შემთხვევაში ადამიანს გონია რომ რო დაიწყებს ისეთ მომენტში დაიწყებს როცა მისთვის იქნება ეგ სიტუაცია იდეალური, ამას გამოასწორებს რაღაცას გააუმჯობესებს მისთვის, აი ამას გავაკეთებ და მე დავიწყებ რაღაცას რა. და საწყისშივე ცდებიან, იმიტომ რომ არ არსებობს ეგ მომენტი, იმიტომ რომ მუდმივი პროცესი არის ცხოვრება და ვერ დადგება ცხოვრებაში ესეთი მომენტი, სადაც ჩვენთვის იდეალური არის რაღაცის დაწყება, რაც მართლა გინდოდა რომ დაგეწყო რა. ასე რომ კი ყველა იძახის ამას, რომ იდეალური მომენტი არის ახლა, მაგრამ მართლა იგივე არის რა, იმიტომ რომ სხვა მომენტი ფიზიკურად არ გაქვს რა, არ იცი ხვალ რა იქნება. ასე რომ სისულელია ყველანაირად დაელოდო რაიმეს, რომ დაიწყო ის, რაც მართლა გინდა რა. დაიწყო იმის კეთება, რაც მართლა სიამოვნებას განიჭებს, მართლა შენ გაგზრდის და შენ გაგაძლიერებს და არა სხვას. ან სხვა გაგებით გულისხმობ მაგას რა. საბოლოოდ დაიწყებ შენ თავზე მუშაობას და შენი ცხოვრების გაუმჯობესებას, რითიც სხვების ცხოვრების გაუმჯობესებასაც შეძლებ და გზა არ არის ის, რომ აი რაც არ უნდა ხდებოდეს,
შენი მიზანი უნდა იყოს, რომ შენ რა შეგიძლია ამ სიტუაციიდან რომ გააკეთო. ანუ არ უნდა იყოს ის ადამიანი, ვინც თითებს იშვერს და საერთოდ ვინმეს აბრალებს. ერთადერთი რაზეც უნდა თქვა, რომ რაღაც თუ არ მაქვს ეხლა მე ეს არის ჩემი ბრალი. არა დადანაშაულების კუთხით, რომ შენი თავი დაადანაშაულო, არამედ იმ კუთხით, რომ ეხლა ეს რაღაც კონკრეტული მე რო არ მაქვს, არის ჩემი ბრალი, მაგრამ შენ თავს კი არ უნდა ადანაშაულები უნდა იყო მალდიერი რომ რაც გაქვს იმისთვის და ანუ ყოველდღე რაღაც ისეთი უნდა გააკეთო, რითიც მაგ რეალობას შეცვლი და თითები არ უნდა გაიშვირო სიტყვაზე სხვებისკენ და არ უნდა თქვა, რომ მე რო ეს არ მაქვს, ამის ბრალია, რაც არ უნდა სხვისი ბრალი იყოს, არ უნდა იყო ეგ ადამიანი, რომელიც სხვებს აბრალებს თავის რაღაც წარუმატებლობას რა, ან თავის ისეთ სიტუაციას, რაც თვითონ აქვს ცხოვრებაში, მაგრამ არ უნდა რომ კონდეს და მაგას სხვას აბრალებს რა, ეგ ადამიანი არ უნდა იყო, იმიტომ რომ შენ ცხოვრებაზე რო აიღებ პასუხისგებლობას, შენ თვითონ იგრძნობ, რომ გაუმჯობესდება შენი ცხოვრება, იმიტომ რომ რეალურად მოქმედებაში არის რაღაც, მოქმედებაში იბადება ნებისმიერი რაღაც სიტუაცია, რომელიც შენ გინდა რომ შენ ცხოვრებაში დადგეს და არა წუწუნში და იმაში, რომ რაღაცას დაელოდო. მაინც მინდა და რაღაცა კარგად დამისრულებინა და მე მგონი რომ ეს ბოლოს რამეს მოვიფიქრე. ყოველთვის ჩემი თავისთვის თავი რჩევა, რაც ჩემს თავს ყოველთვის ვუბნები ხოლმე არის, რომ ანუ შენ ინსტინქტებს ენდე რა, შენ გადაწყვეტილებებს ენდე, იმიტომ რომ ეგ არის ერთადერთი რეალური გზა, რომ სადღაც მიხვიდე. შეიძლება სხვებმა რაღაც გირჩიონ, მაგრამ ანუ შეიძლება იმან რაც გირჩიოს, ის მართალი იყოს. სხვა ადამიანი რასაც გირჩევს, ვინც არ უნდა გირჩიოს, შეიძლება მართალი იყოს. მაგრამ მაინც ჯობია, რომ შენ თვითონ შენ რასაც გრძნობ, შენ ინსტინქტებზე ააგო, ასე თქვა, შენი გადაწყვეტილებები, იმიტომ რომ მე მიხვდები, რომ რაღაცა რო გააკეთე და ცუდად გამოვიდა, აი რაც არ უნდა იყოს, ნებისმიერ რაღაც ცუდად გამოვიდა, მიხვდები, რომ ეგ რო არ გაკეთებინა, რაღაც კარგიც არ მოვიდოდა, ასე რომ მაგ რაღაცა ცუდი გადაწყვეტილებიდან მე მიხვდები, რომ თურმე შენ ისეთი რაღაც მიიღე, რაც რიციც მადლიერი იქნები, რომ ეგ ცუდი გადაწყვეტილება მიიღე. ცუდი გადაწყვეტილება არ გულისხმობ რაღაც ძალიან ცუდის გაკეთებას, გულისხმობ შენისთვის არასწორ გადაწყვეტილებას და არასწორი მიმართულებით წაყვანას რა, ასე რომ ყველა ვარიანტში შენ ინსტინქტებს რო ენდო და გაყვა იმ ხმას, რაც გეუბნება რაღაცა უნდა გააკეთო, ეგ აუცილებლად გააკეთე რა.